მოგესალმებით, გიბრუნდებით ჩემი UFC 67-ის ლეგ ფარლეებით. უეცდები ყველა ბრძოლა, რასაც ვიტყვი ახდეს, გავწურავ ჩემ 5-6 მყარ პოზიციად, რისიც ყველაზე მეტად მჯერა ამ არაპროგნოზირებად ქართში და რაც ახდება რა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე არაფრის გარანტიას არ ვძლევი ამ ვიდეოში რასაც ვიტყვი ახდება თუ არა. ეს არის ჩემი აზრი. პირადად მე არ ვბეთავ, მაგრამ ვინც ბეთავ, უეცდები დაგეხმაროთ მაქსიმალურად და ყველა კუთხიდან დაგანახოთ კონკრეტული ბრძოლა და თან ცუდი ქარდი ავარჩი ეს იუთუბერობის დასაწყებად, იმიტომ რომ არ გამორიცხავ, რომ რასაც ვიტყვი არ ახდეს რა. ან შეიძლება ახდეს, მაგას ვნახავთ კვირას. კაი, ჩემ პოზიციებს გაგიზიარებ და დავიწყოთ. პირველი პოზიცია არის არ იქნება ირჟი პროჰასკა და კარლოს ულბერგის ბრძოლა, არ ჩატარდება 5-ვე რაუნდი და არ მივა ბრძოლა დისიჟენამდე ბევრი მიზეზის გამო რა. ირჟი პროჰა, აი სტატისტიკები ესე არ მახსოვს, მაგრამ ირჟი პროჰასკას რამდენი ბრძოლაც აქვს ჩატარებული, რამდენი მივიდა დისიჟენამდე. ყოველ შემთხვევაში UFC-ში რამდენი მივიდა დისიჟენამდე, არც ერთი. მათ შორის ყველაზე ახლოს იყო გლოვერ ტეიშეირას ბრძოლა, რომელიც ბოლო წუთს დასრულდა, მაგრამ ირჟი პროჰასკა ისეთი სტილის მებრძოლია, თუ შეატყობს, რომ აგებს ბრძოლას, გარისკავს ყველაფერს ჩადებს და შეიძლება გაითიშოს რა. ან თუ გამოუვა დააფინიშებს და თუ არ გამოუვა თვითონ დააფინიშდება რა. აი თვითონ რო უკვე აცნობიერებს რომ 4 რაუნდს აგებს, ყველაფერს ჩადებს და ან თვითონ დააფინიშდება, ან მას დააფინიშებს ულბერგს რა. ან შეიძლება ულბერგმა early catch-ით საწყის რაუნდებში გათიშოს. აი რავი, დისიჟენამდე რომ მივიდეს, ძალიან გამიკვირდება, თან 1:28 ქონდა ბოლოს რომ ნახე. ცუდი არ არის რა, ეგ პოზიცია ძალიან ფავორიტი არ არის მაგ პოზიციის აღება, ჩემი აზრით ღირს. შემდეგი პოზიცია არის აზამატ მურზაკანოვის ნოკაუტი ან დისიჟენი. არ მგონია პაულო კოშტას გამარჯვება პირდაპირ ვიტყვი, ამ ქართზე ყველაზე მეტად ვფიქრობ მურზაკანოვს. დაბალი IQ აქვს პაულო კოშტას, მაინც და მაინც კარდიოთი არ გამოირჩევა, რო თქვა, რომ მურზაკანოვი საწყის რაუნდებს კარგად დაიწყებს და უსვათ დაიღლება და იქ პაულო კოშტა გააქტიურდება. არა, ბოლო ბრძოლა მოუგო კოპილოვს, იქ კოპილოვთან ქიქები გაუტარა რაღაცა და კოპილოვიც მაინც და მაინც არ ცდილობდა მაგ ბრძოლის გამარჯვებას. და მგონია, რომ მურზაკანოვი თავისი სისწრაფის ხარჯზე, ფეთქებადობის ხარჯზე უფრო ძლიერი ჰიტერია და თან წონა შეიცვალა. უფრო ვფიქრობ, რომ დისიჟენით გაიმარჯვებს მურზაკანოვი. არ მგონია, რომ კოშტას გახიშვა შეძლოს რა, არ არის მარტივი საქმე. მგონია, რომ დაახლოებით 29-28 გაიმარჯვებს მურზაკანოვი. კი, უჭირს 3 რაუნდზე კარდიოს გადანაწილებას და სტინჯაკოვთანაც მაგ ბრძოლაში, რო გადახედო მაგ ბრძოლას, ცუდად გამოიყურებოდა, თან ასაკი მაინც და მაინც არ უწყობს დიდად ხელს, თუმცა მგონია, რომ პაულო კოშტასთან თავის ნულიანს არ დათმობს, თან პრესკონფერენციაზე ცოტა გააბრაზა და მგონია, რომ ყველაფერს ჩადებს რა. მგონია მურზაკანოვის ნოკაუტი ან დისიჟენი. შემდეგი პოზიცია არის მათეუშ გამროტის საბმიშენი ან დისიჟენი რა. უბრალოდ ან მონლაინი ჩავსვათ რა. ესტებან რიბოვიჩის ტეიქდაუნ დიფენსი ჩემი აზრით არის ცუდი. მისი დებიუტის მეორე ბრძოლა რო ავიღოთ რა. ლეიქთან 24 მცდელობიდან 11 ტეიქდაუნი გაატარა. ნასრით ჰაფსაიდ, როგორ წარმოვთქვა მაგის გვარი არ ვიცი რა. წააგო მასთან, თუ არ ვწდები მესამე რაუნდში ტეიქდაუნიც კი გაატარა ნასრათან. ბოლო ბრძოლა ელვეს ბრენერს მოუგო, არაფერს არ მაძლევს ელვეს ბრენერის დამარცხებით. გამროტის ჭიდაობა არის ძალიან დაუფასებელი, ზოგადად როგორც მებრძოლი არის underrated-ი რა. ძალიან დაუფასებელი ჭიდაობა აქვს. აი მუდამ ცდილობს, მუდამ ფეხებს ეძებს თავისი მოწინააღმდეგის, აი ჩადის ფეხებში, თავს მალავს კარგად, გადაყავს, კარგი კონტროლი აქვს. ბოლო-ბოლო არ მაცარუკინას ჯოვნი და ჭიდაობის გაცვლებში და იქ ოლივეირას გადაყვანა შეძლო single leg takedown-ში შევიდა და გადაიყვანა. იქ ახლა ოლივეირა იყო სტილისტიკურად ცუდი მატჩებით და შორნო უთისი აიღო, მაგათივე სახში ჩავიდა ბრაზილიაში და მგონია, რომ გამროტი წამოიღებს ბრძოლას რა. თან ლუდოვიტ კლეინის სახით უკვე გვაქვს აი სავარაუდო მაგ ბრძოლის სცენარი ნანახი კლეინის სახით. კლეინი არ გაახარა, გადაყავდა აი პირველი მეორე რაუნდები, თუ არ ვწდები 5-6 ტეიქდაუნები აუღო. კი, კლეინს ჰქონდა რაღაც გამონათებები, თუმცა გამროტი არის ჩემი აზრით დაუფასებელი და მგონია, რომ რიბოვიჩის ორიანს წაიღებს და გადააქცევს სამიანად. ხო, გამროტის დისიჟენია საბმიშენი რა, უფრო მონლაინს ჩავსვავდი. შემდეგი ბრძოლა არის ტატიანა სუარეზის დისიჟენია საბმიშენი რა.
გოდინეზი კარგი მებრძოლი არის, ორ მოგებიან სერიაზე დადგა მაგდენი ხნის მერე. მგონია და სტილისტიკურად მაინც და მაინც კარგი მაჩაფი არ არის გოდინეზისთვის ტატიანა, ძალიან კარგი ჭიდაობა აქვს. ერთ დროს დაფასებული იყო, თუმცა ჟანგუეილისთან რო გაიარა დიდი ფრაუჩეკი, გადავიდა ეგ დაფასება და დაუვარდა ჰაიპი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გოგომოჭიდავე არის. კარგი გრაუნდ კონტროლია, კარგად შეუძლია ადამიანის გაკონტროლება. ამანდა ლემოში ბოლო ბრძოლაში მოუგო კი პრაიმიდან არც ისე პრაიმიდან გასულ ამანდა ლემოში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამანდა ლემოში დგომშია ძალიან კარგი მებრძოლი, ალბათ თავის დივიზიონში, გოგო დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტრაიკერია ლემოში, აქ ხელში უზარმაზარი ძალები და ნახეთ როგორ მოუგო ტატიანამ რა. რაღაც მაინც და მაინც ცოტა ტატიანაში რაც არ მომწონს ის არის, რომ მაინც და მაინც ხშირად არ ცდილობს ხოლმე თეიქდაუნების აღებას, ზოგჯერ დგომშიც ერთობა ხოლმე და მგონია რომ ტატიანა გაიმარჯვებს რა ერთი სიტყვით. თუმცა ცოტა უტაიცუს ოდნავ სარისკოდ მივიჩნევ მაგას და რა ქვია იმას ესტენ რიბოვიჩის გამარჯვებას. თუმცა ეგ 4 პოზიცია ყველაზე მეტად ჯერ ამ ქარდის. ეხლა გადავიდეთ მეორე ლეგ ფარლეიზე. შეხება ჩემი ლეგ ფარლეი მეორე. ანუ მეორეში ვფიქრობ 3 პოზიციას, პირველში ვიფიქრე 4 პოზიცია. ეხლა არის მეორე. შედარებით ვფიქრობ შეიძლება ცოტა უფრო სარისკო აღმოჩნდეს, თუმცა ამ 4 პოზიციის გარდა ყველაზე მეტად მჯერა ამ 3 პოზიციის. დავიწყოთ. ჩაზ რატკეს გამარჯვება პრადოს წინააღმდეგ. პრადო არის 1-4-ზე UFC-ში. წაგებები აქვს მულარკისთან, ზელჰუბერთან, ვერენტიკოვთან. 23 წლის არის გამოცდილება, ხვიჭს, კარგი მებრძოლი არის, კარგი მოკრივია, კარგი კრივის სკოლა, კარგი სტრაიკინგი აქვს, სწრაფი არის ასე თუ ისე. ცუდი კარდიო მაინც და მაინც არ აქვს, თუმცა რატკეს გამოცდილება ჩემი აზრით მის კარიერის ყველაზე ბოლო ეტაპზე არის, ხა 35 წლისაა და ყველაფერს ჩადებს გასამარჯვებლად რა. აწომებს ვეუყურებთ და მშვენიერ ხოთზე გამოიყურება, იქ შუათითები უჩვენა ხალხს და ეს მის ძლიერ მენტალობაზე მიმითითებს. კარგი მებრძოლი არის, უნივერსალი არის, დგომში ჩემი აზრით პარტერში ჩაიყვანს ბრძოლას. ეცდება რომ პარტერში ჩაიყვანოს ბრძოლა. მგონია რომ რატკეს გამარჯვება ერთი სიტყვით რა. მაიკლ მალოტი და კარლოს პრატესი ეს ორი მებრძოლია, რომელმაც შეძლეს რატკეს დამარცხება და ამ მგონია რომ პრადო შეუერთდეს მათსიას რა. ვფიქრობ რატკეს გამარჯვებას. თუმცა ახლა ბრძოლა გველოდება და შეიძლება 29-28 გაიმარჯვოს რატკემ. შემდეგი ბრძოლა არის შალს რატკეს გარდა ვფიქრობ კიდე ერთი მებრძოლის გამარჯვებას ქრის პადილის სახით. კარგი მეტოქეს ხვდება მერედოს. მერედოსი არის ძალიან კარგი მებრძოლი, უფრო არის სტრაიკერი, მუაიტაის სტილი აქვს. UFC-ში არის 3-0-ზე და ბოლო ბრძოლა შეიწირა ნულიანი, ანუ undefeated მებრძოლი დაამარცხა დაუმარცხებელი. სწრაფი არის, კარგი takedown defense აქვს, მალე შეუძლია ადგომა takedown-იდან და ზოგადად მისი მებრძოლების დაბლა გაკონტროლება უჭირთ. თუმცა პადილა თავისი გამოცდილების ხარჯზე გონია რომ მიუხედავად იმისა რომ ასაკი მაინც და მაინც პატარა არ არის ასაკით 30 წლის არის. გონია რომ მასში უფრო დიდი მიზნები არის, თვითონაც თulis რო არის პროსპექტი და უფრო მეტი გაკეთება შეუძლია თავის დივიზიონში. ისმაილ ბონფიმი, ანუ გაბრიელ ბონფიმისმა გადაუარა, გაანადგურა. პირველი რაუნდი მოუგო და მეორეში დააფინიშა. ასევე ჯეიმს ლენტოპი ყავს დებიუტზე დამარცხებული. ჯაი ჰერბერტთან ახლო ბრძოლა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ჰერბერტმა მოიგო კიდევაც. გაიყო რა UFC community-ს აზრიო რა. ჩემი აზრით ჰერბერტმა მოიგო სუსუ ოდნავ უპირატესობით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჰერბერტ ძალიან დიდი ჰქონდა წვდომში უპირატესობა და ჰერბერტი მართლა კარგი მებრძოლი არის რა. არ უნდა გაუწოდესო, რომ ილიას რა ჰაიქი გაუტარა უბრალოდ და წვდომი ძალიან კარგი სტრაიკერი არის, ქიქებით ემუშავებოდა ჰერბერტს, მაგრამ ჰერბერტი მომენტებში დისტანციას ხურავდა ხოლმე და გონია რომ ქრის პადილის გამარჯვება ონლაინი უბრალოდ რა. კარგი მებრძოლი არის, სარისკო არის, ეს მეორე ლეგ ფარლეი ჩემი აზრით უფრო სარისკოა ვიდრე პირველი რა. თუმცა რაც არის და ყველაზე საშიში პოზიცია ალბათ ამ ვიდეოში ეს არის მურზაკ ეს რა ქვია ჯონი ვოლკერი დომინიკ რეიესის 1.5 მეტი. ანუ ეს ბრძოლა გადაცდება მეორე რაუნდის 2 წუთს და 30 წამს. კი. შუშის ყბის პატრონები ჩემი აზრით იბრძოლებენ მინიმუმ 2 რაუნდს რა. ანუ 2 რაუნდის 2 ნახევარს მაინც იბრძოლებენ რა. ძალიან სარისკო პოზიცია არის, თუმცა ვფიქრობ რომ თვითონაც იციან რომ როგორი ყბების პატრონები არიან და ძალიან იფრთხილებენ.
მათ შორის რეიესი ნოკაუტი დაბრუნდება, უფრო გამოზომილი და უფრო ფრთხილი იქნება. გონია რომ უოლკერი შეცდება დისტანციაზე ქიქებს გაუტარებს რაღაცა და მაგაში გაიწელება ბრძოლა და იქნება უოლკერმა როგორც ჟანგმიაკთან ეგრევე 10 წამში რომ ფეხებში შევიდა რაღაც სულელი გააკეთოს და იქ რეიესის დაბლა გაკონტროლება შეძლოს ან რეიესმა შეძლოს მისი გაკონტროლება დაბლა რომელიმე მოხდეს და მსგავსად გაიწელოს ბრძოლა რა 1.5 1 და 80 ქონდა ბოლოს რომ ნახე ამ პოზიციას რა კიდევ ერთხელ ვიტყვი მე არ ვბეთაობ ეს არის ჩემი ყველაზე მყარი პოზიციები ალბათ რისიც მჯერა მეინზე არ გავაკეთებ არანაირ ფიქსი იმიტომ რომ ძნელია ერთი აზამატ მურზაკანოვის ბრძოლა ავიღე სხვა არაფერი ნახეთ ვიდეო ნახვამდის